მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრისტიანო რონალდომ ესპანიელთან ჰეტრიკის წყალობით ალფერდო დი სტეფანოს გადაასრო სამეფო კლუბის ბომბარდირთა სიაში. რეალმა 4-1 გაანადგურა სტუმრად კატალონიური გრანდი. პორტუგალიელმა 3 გოლის გატანა მეორე ნახევარში შეძლო. ახლა კრისტიანო რონალდოს სამიზნე რაულია. შეუდარებელმა ესპანელმა 323 ბურთი გაიტანა რეალის მაისური და პორტუგალიელი ამ რეკორდს უკვე მომდევნო სეზონიდან დაემუქრება. ამ ჰეტრიკის წყალობით რონალდომ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა ესპანეთის პრემიერა დივიზიონის ბომბარდირთა სიაში დავისთვის. ის 4 ბურთით უსწრებს ლიონელ მესის. პრემიერ ლიგის 37 ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. ვესტ ბრომიჩის წინააღმდეგ ჩემპიონი ლონდონის ჩელსი გავიდა. თუმცა არისტოკრატებმა ბევრისთვის ძალიან გასაოცრად მატჩი 3-0 დათმეს. 29 წუთზე ესპანელმა სესკ ფაბრეგასმა წითელი ბარათი მიიღო და გუნდი მოედანზე 10 კაცით დატოვა. საბოლოო ჯამში სატურნირო კუთხით არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა. უბრალოდ ამ კლუბების შემდეგ თამაში ეს ფაქტი აუცილებლად აღინიშნება. პორტუგალიის ჩემპიონატში 33 ტურის საჩემპიონო გამოდგა, სადაც ყველაფერი ბელენენსეს მიერ გატანილმა ბურთმა გადაწყვიტა. ლისაბონის ბენფიკას მდევარმა პორტომ სწორედ ბოლო წამებზე გაუშვა გოლი და დაკარგა მნიშვნელოვანი ქულები, რომლის წყალობითაც ბენფიკა, რომელმაც გიმარაეშთან უგოლო ფრე გააგორა, ოფიციალურად გახდა ქვეყნის ჩემპიონი. არწივები 3 ქულით არიან წინ და ბოლო ტურის შემდეგ პორტო რომც გაუთანაბრდეს, ბენფიკას ჩემპიონები მაინც ლისაბონელები გახდებიან. რადგან ურთიერთშეხვედრებში აქვთ უპირატესობა, რაც პორტუგალიაში ქულათა რაოდენობის შემდეგ უმთავრესია. შესაბამისად, ლისაბონის ბენფიკა პორტუგალიის ჩემპიონია. ჟორჟე ჟეზუსმა გუნდს 34 ტიტული მოაპოვებინა, რაც ნამდვილად ფენომენალური მაჩვენებელია. ლისაბონში ზეიმი უკვე დაიწყო. ზუსტად 1 თვე დარჩა ლემანის 24 საათიანი რბოლის 93 სტარტამდე. მისი მთავარი ფავორიტი ისევ აუდი იქნება, რომელსაც ამჯერად არნახული კონკურენცია ელის ნათესავი პორშესა და ძველი მტერი ტოიოტასაგან. დავაში ახალი მოთამაშე ნისანის გამოჩნდა, რომელიც თავისი უცნაური პროტოტიპით ეცდება გრანდების დამარცხებას. დიდი ბრძოლის წინ ინგოლშტაგერებმა თავიანთი იმ მანქანების მინიალღუმი მოაწყეს, რომლებითაც ლეგენდარული რბოლა 13 აქვთ მოგებული. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გერმანულმა კომპანიამ თავის ჩემპიონებს ერთად მოუყარა თავი.